ხო, გამარჯობა კიდევ ერთხელ. დღეს საინტერესო ლექცია არის, დღეს ლამბდებს განვიხილავთ და ლამბდებთან დაკავშირებულ ყველაფერს, რაც კი საჭიროა Java-ში. ეს სლაიდი ნიკოს გაკეთებულია და მაინც ეს მადლობა უთხრათ. და რაც შეეხება ახლა ცვლილებებს ენაში. Java-ში არ იყო ეს შესაძლებლობა ადრე მერვე ვერსიის წინ, რომ რაღაც ფუნქცია გამოგვეყენებინა, როგორც ინგლისურად ეძახიან first class citizen, ანუ როგორც არგუმენტი, როგორც ცვლადი ენაში. და რა თქმა უნდა, ამ Java-ში რაღაც ცვლილებები შედიოდა ყოველთვის. და ხო აქ ეგ არის დაახლოებით აქ აღწერილი, რომ ეს ცვლილებები ენაში შედიოდა და მერვე ვერსიიდან თქვენს მოდი შემოვიღოთ ჩვენც რაღაც შესაძლებლობასავით, რომ ეს ანონიმური ფუნქცია ან მეორნაირად ლამბდას ასაც ვეძახით, ლამბდის გამოყენების საშუალება მივცეთ პროგრამისტებს. და ენაში გაჩნდა ახალი სინტაქსული ელემენტი, რა თქმა უნდა, რამაც გამოიწვია ქვე სისტემების ცვლილების აუცილებლობა, ანუ აქ იგულისხმება არსებული ბიბლიოთეკების გადაკეთება, რომ ეს ლამბდა გამოვიყენოთ. და აქ ამანაც გამოიწვია, მერვე ვერსიაში მოხდა, ხო, გვახსოვს ის ცვლილება, რომ ინტერფეისში რაღაცები დაამატეს. ლამბდამაც გამოიწვია ეგ, რა თქმა უნდა, ეგ აუცილებლობა, რომ ინტერფეისში რაღაც მეთოდები დამატებულიყო. ამ ლამბდებისთვის. ხო, default მეთოდების სახით რაღაცები დაამატეს. და ლამბდა Java-ში რა არის? სინამდვილეში Java-ში ყველაფერი ობიექტია და ლამბდა ფუნქციაც არ არის ფუნქცია, არის სინამდვილეში ანონიმური იმპლემენტაცია შეგვიძლია დავიმახსოვთ. აი როგორც ანონიმურ კლასს ვქნი ხოლმე პირდაპირ ხაზს სადღაც ტრიქონში new და რაღაც მშობლის სახელი და მე ფრჩხილები და მე ფიგურულ ფრჩხილებს ვაკეთებ. აი ეგეთ მსგავს რაღაცას აკეთებს ეს ლამბდაც Java-ში. ანუ თავში მოიაზრებს ობიექტს და არა ფუნქციას. იმიტომ რომ Java არის მძიმედ ობიექტზე ორიენტირებული, ანუ სხვა არაფერი არ გვაქვს გარდა ობიექტებისა და რა თქმა უნდა პრიმიტივებისა. და ამ ფუნქციებს, ლამბდა ფუნქციებს, ხო, იმისათვის, რომ რაღაცა ლამბდა ფუნქციად წარმოდგეს ინტერფეისი ძირითადად, ინტერფეისი გამოიყენება ხოლმე ლამბდა ფუნქციის შესანახად, ინტერფეისის რეფერენსი და ეს ინტერფეისი უნდა იყოს ისეთი ინტერფეისი, რომელსაც ეძახიან functional interface. და ეს უბრალოდ გულისხმობს ესაა marker interface, როგორც serializable, ამ interface უყურებს კომპილერი და ეს interface იწერება ანოტაციაზე და თუ ანოტაციაზე აწერია ეს interface, იმისათვის რომ იგი ჩაითვალოს functional interface-ad, კომპილერი ამოწმებს, რომ ამ interface მხოლოდ ერთი აბსტრაქტული მეთოდი უწერია. ანუ მასში უნდა იყოს მხოლოდ ერთი აბსტრაქტული მეთოდი. რომ შემდეგ იმ მეთოდის ტანი იყოს ზუსტად ის ლამბდა გამოსახულება. მომავალში, ხო, ჩვენ რასაც დავწერთ და ზუსტად ამიტომ არის ეს functional interface ცნება შემოღებული. ხო, ეხლა შეიძლება ვნახოთ, აი ფუნქციონალური ინტერფეისის მაგალითი არის comparable და კომპარატორ. რატომ? იმიტომ რომ ამაში ერთი აბსტრაქტული მეთოდია, რომელიც უნდა გადავფარო და აქაც ერთი აბსტრაქტული მეთოდია. და ის მეთოდი შეიძლება მე აღვწერო პირდაპირ ლამბდა გამოსახულებით და კომპილერმა იცის, რომ functional interface არის. შეიძლება არ იყოს functional interface ანოტაცია დაწერილი თავზე ამ ინტერფეისის, მაგრამ აუცილებლად ერთი აბსტრაქტული მეთოდი უნდა იყოს ამ ინტერფეისში და ჩემი ლამბდა ჩაჯდება იმ ერთ აბსტრაქტულ ინტერფეისში. და რა თქმა უნდა ინტერფეისის აღწერილობა ლამბდის აღწერილობის ნაირი უნდა იყოს, რომ ზუსტად ჩაჯდეს შიგნით. ანუ მე ლამბდა გამოსახულება ხო ფუნქცია უნდა ემთხვეოდეს აღწერილობა აი ამ აბსტრაქტული მეთოდის აღწერილობას, რომ შევძლო მე პირდაპირ მინიჭება. აი ამ
ჩემი ინტერფეისის რეფერენსისთვის ჩემი ლამბდა გამოსახულების. და ეს შენიღბულად გააკეთეს Java-ში შედარებით მარტივად ეს ლამბდა გამოსახულებები. ეხლა შევხედოთ კიდე აქ რა გვაქვს და ეხლა ვნახოთ როგორ იწერება ლამბდა. ლამბდა იწერება როგორც სხვა ენებში ისე აქაც შემდეგნაირად, მაგალითად sharp-ი თუ გაქვთ გავლილი, ჯერ არგუმენტები თუ რამე გაქვს, იმას წერ, შემდეგ ისას იყენებ. Java-ში ამას გამხდარ ისას ეძახიან, ანუ მაგალითად JavaScript-ში fat arrows ეძახიან, ან ასეთი ეძამით. მოდი ამას გავხსნი. აქვე თან გავხსნი, აქ რო გაჩვენოთ. ეს ხო არ გავზარდო ცოტათი. ეს ამას ზრდის. მეტი ეს მინდა. ხო ცოტათი გაიზარდა მე მგონი. კაი, რას ვამბობდი, ან Java-ში ვიყენებთ ამისაც, რომ მარცხენა და მარჯვენა მხარე განვასხვაოთ, ანუ აქეთ არგუმენტები, აქეთ ლამბდას ტანი ფუნქციის. ზოგიერთ ენაში გვაქვს fat arrow, ეს არის fat arrow, ტოლობას იყენებენ ხოლმე. ესეთი გვაქვს JavaScript-ში და Sharp-ში, ესეთი გვაქვს Java-ში და შეგეშალოთ ეს გამხდარი ის არის გამოიყენეთ Java-ში. და ესეთი წესები გვაქვს. თუ ერთი არგუმენტი გაქვს, მაშინ შეგიძლია ფრჩხილების გარეშე ეს ერთი არგუმენტი დაწერო. თუ ტიპს უწერ არგუმენტს, აუცილებლად ფრჩხილებში უნდა ჩაიწეროს ტიპი და მეორე არგუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპილაციის შეცდომა იქნება. ეს არის პარამეტრის შემთხვევაში. თუ ერთზე მეტს წერ შეგიძლია ტიპები არ დაუწერო, მაგრამ ფრჩხილები აუცილებელია. და ასევე ტიპს თუ ერთს დაუწერ, მეორესაც უნდა დაუწერო. ესე არ შეიძლება რომ ერთს დაუწერო, string-ი არისო და მეორეს არაფერი დაუწერო. ეგ წესები არის. ანუ გავიმეორებ, თუ არგუმენტი ერთია, ფრჩხილების გარეშე შეგიძლია დაწერო, თუ ტიპს უწერ არგუმენტს, ყველას უნდა დაუწერო და ფრჩხილებში უნდა ჩაიწეროს აუცილებლად. და თუ ერთზე მეტი არგუმენტი არის, რა თქმა უნდა, ფრჩხილები უნდა გამოიყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპილერი ეს მძიმე რა არისო გეტყვის ვერ მიხვდება. ამ შემთხვევაში ფრჩხილებში როა ჩასმული, ხვდება რომ აქ რაღაც ლამბდას ელოდება და მერე ფრჩხილები იხურება და მერე ნუ ისარსაც ამჩნევს. შემდეგ ისრის შემდეგ რა ხდება? თუ პირდაპირ return statement-ს ვაკეთებ და პირდაპირ რაღაცის დაბრუნება მინდა, ან ერთი ოპერაცია სრულდება, მაშინ მე შემიძლია ფიგურული ფრჩხილები მოვაშორო და პირდაპირ დავწერო ეს გამოსახულება, რაც ან უბრალოდ თუ void-ია ეს მეთოდი შესრულდება ერთი ოპერაცია, აი if else if else წინადადებებს რო ვწერდით, ეგეთია, ხო? თუ ერთი გამოსახულება არის, ფიგურული ფრჩხილები არ ასაჭირო. და ასევე თუ ერთი return-ი გიწერია პირდაპირ, ამ შემთხვევაში ეს არის რაღაც ფუნქციონალური ინტერფეისი, ну functional interface, რომელიც რაღაც ერთ არგუმენტს იღებს და მეორე სხვა ტიპის არგუმენტს ერთ ცალს აბრუნებს. და ეს return statement-ის გარეშე პირდაპირ ესე შეგიძლია ჩაწერო. ეს მოკლე ჩანაწერია, ეს უფრო კითხვადია. ხო, და ну ეს პარამეტრი როცა არ გვაქვს, ფრჩხილები აუცილებელია ეს დაიმახსოვრეთ. ხო, რაც შეეხება ახლა ფრჩხილებს თუ დავწერ. ფრჩხილებს თუ დავწერ, იქ იგივე როგორც მეთოდში ვმუშაობთ, ისე უნდა იმუშაოთ. თუ return-ია, return-ი უნდა გამოიყენოთ სადმე ბოლოში, ან სადმე if-ებში, ან რაღაც შემოწმებებში, ან თუ მაგალითად void-ია, უბრალოდ რაღაც ოპერაციებს დაწერთ და მორჩა. ეგ არის წესები, რაც არის კომპილაციისთვის ამ ლამბდის.
და ასევე კიდევ ერთი რაღაც წესი არის მაგალითად ხო ნუ სამ დავწერ მოდი ჯერ ეს გავიაროთ და მანდამდეც მივართ მაგალითი ვნახოთ ფუნქციონალური ინტერფეისის უბრალოდ ლამბდის აი ეს ინტერფეისი არის ეს აბსტრაქტულია დიფოლტად ვიცით ხო ანუ ერთი აბსტრაქტული მეთოდი ანუ ეს კაცი გამოდგება იმისთვის რომ ამაში შევინახო ლამბდა გამოსახულება და მე აქ ესე იწერება ჩემი ნამი და ეს აღწერილობა უნდა ემთხვეოდეს ამის აღწერილობას ანუ დაბლს აბრუნებდეს და არგუმენტებს არ იღებდეს რომ შევძლო აი ამ რეფერენსში შევინახო და რა თქმა უნდა ემთხვევა ანუ ის ერთადერთი აბსტრაქტული მეთოდი რაცა იმის აღწერილობას უნდა შეესაბამებოდეს ჩემი ლამბდა თუ არ შეესაბამება კომპილაციის შეცდომა მოხდება ანუ შეზღუდულები მაინც ვართ ზოგიერთ ენაში პირდაპირ წერდი ხო რაღაცა var რაღაცა უდრის ნებისმიერი ტიპის ფუნქციას Java-ში ესე არ არის Java-ში წინასწარ განსაზღვრული რეფერენსი ზღუდავს აი ამ აღწერილობას ეს რაღაც მხრივ კარგიც კი არის ტიპიზაცია ხდება ამ ლამბდასი სხვა ენებშიც არის ანუ სტატიკურ ენებში სადაც ტიპებია იქ ყველგან მე მგონი ესე იზღუდება ეს ლამბდა გამოსახულებები კარგი ნუ აქ mez randoms იყენებს და ამრავლებს და მე გამოძახება რო გვინდა პირდაპირ ამას ვუყურებთ როგორც აი ამის იმპლემენტატორს ვიღაცას და პირდაპირ ესე ვიძახებთ მარტივია ძალიან ანუ ემატება მარტო ეს ნაწილი და დანარჩენი ყველაფერი იგივეა აი ხა შვილი რო დამეწერა და მიმენიჭებინა ნუ გამოძახებაც იგივენაირად იქნება და უბრალოდ აი ეს ნაწილი დაემატა გამოსახულების დაწერა როგორც მნიშვნელობა გამოსახულების ან ლამბდის დაწერა და მინიჭება მე დინამიურად ჩამოვიდეთ ხა არგუმენტის გადაცემა ხო ნუ არგუმენტის გადაცემაც გამოძახებისას მოხდება იმიტომ რომ ეს რეფერენსი არის რაღაც ინტერფეისის რომელიც ამას გამოიძახებს და აქაც ერთი არგუმენტი არის და რაღაცას ამოწმებს ნუ ეს ტესტი ამას ეძახიან ხოლმე პრედიკატს ანუ რაღაცას იღებს და გეუბნება რაღაც ბულიან შედეგს მაგ რაღაცაზე მაგალითად არის შეიძლება ეს იყოს ჩანაწერი პერსონის და ის პერსონი თუა 16 წელზე მეტის ანუ რაღაც ესეთი პრედიკატ ფუნქცია არის და ნუ ძირითადად პრედიკატებში შეიძლება ნახოთ ხოლმე ეს ლამბდა გამოსახულება აი is even ქვია ამას ეს არის პრედიკატი რომელიც ამოწმებს ეს ლამბდა გამოსახულება ამოწმებს არის თუ არა ლუწი ამ შემთხვევაში ეს რიცხვი ხო 10 is even და ასევე is non-negative ეს ცალკე არის ეს ამოწმებს მაგალითად არის თუ არა დადებითი ან ნული რიცხვი არა უარყოფითი უბრალოდ ხო ვალიდური არა ვალიდური ესენი განვიხილეთ აქ ერთ ცალს თუ დაუწერ ტიპს მეორესაც უნდა დაუწერო დანარჩენია ყველაფერი ვალიდურია შემიძლია ფრჩხილებში ჩავწერო ტიპი უწერია ფრჩხილებში შემიძლია ჩავწერო ერთი ცალია დავტოვო ორი ცალია დავუწერო ფრჩხილებში და ეს ორივე ტიპს თუ უწერ ორივეს დავუწერო თუ ერთს უწერ ტიპს მეორესაც დავუწერო ლამბდა გამოსახულების ტანი ხო ტანი ფიგურული ფრჩხილები როგორც თქვი ანუ წარმოიდგინეთ ამ ფიგურული ფრჩხილების მერე როგორც ფუნქციის ტანს ისე ვუყურებთ იგივე წესები არის როგორც ფუნქციის ტანში უბრალოდ წერტიმძიმით უნდა დასრულდეს იმიტომ რომ ეს არის რაღაც მინიჭების ოპერაცია და მინიჭების ოპერაცია და რაღაც ოპერაციები წერტიმძიმით უნდა მთავრდებოდეს Java-ში განზოგადებული ტიპი ლამბდაში რა გვაქვს ხო generic-ი იგულისხმება და generic-ის გამოყენებაც შეიძლება ინტერფეისში ხო შემიძლია generic-ი გამოვიყენო მაშინ რა განსხვავებაა ხა ეს ხო ინტერფეისი არის და აქაც შემიძლია გამოიყენო generic-ი ანუ ეს n-ი რაღაც t-ტიპის არის რომელიც შეიზღუდა რომ უნდა იყოს ინტეჯერი ანუ ეს არის ინტეჯერი უკვე სხვა გზა არა აქვს რადგან აქ მიწერია ინტეჯერი და ეს ინტეჯერი ფიგურირებს აი აქ როგორც პარამეტრის ტიპი და ასევე დასაბრუნებელი ტიპი მე ინტეჯერ n-ი მაქვს და ასევე უნდა დავაბრუნო ინტეჯერი თუ
თუ რამე სხვას გავაკეთებ, კომპილერი ამას ამოწმებს და იტყვის კომპილაციის შეცდომა არისო. ესეც კარგია, ესეც შეზღუდვა არის ერთ-ერთი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ლამბდა გამოსახულება ფუნქციის პარამეტრად. ეს ერთ-ერთი ვარიანტია ამ ლამბდის გამოყენების. პირდაპირ წერ ფუნქციონალური ინტერფეისს, რომელშიც გინდა მე ლამბდით გადმოგცეს ვიღაცამ რაღაც. მე ამ ლამბდას პირდაპირ გადმოსცემ. შეგვეძლო ეს აგვეღო და პირდაპირ მნიშვნელობა აქ ჩაგვეწერა. ეგეც შეიძლება, იმიტომ რომ ამას მე მგონი სხვაგან არცად არ ვიყენებთ აქ main-ში. ანუ პირდაპირ მნიშვნელობა გადმომეცა აქ როგორც არგუმენტი. მე ეს ფუნქცია იყენებს აი ამ ჩემ გამოსახულებას აი ამ ორ რაღაც ინტეჯერზე, როგორც ჩანს ამ შემთხვევაში. ეს თან number-ის მქონე უნდა იყოს ორივე და აბრუნებდეს numbers. ეს არის number რაღაც fun. ხა აქ ამჩნევთ, რომ მე მიწევს ხელით განსაზღვრა აი ამ ინტერფეისების, ფუნქციონალური ინტერფეისების. და კითხვა ისმის ახლა, თუ ყოველთვის მე მომიწევს ამ ფუნქციონალური ინტერფეისების განსაზღვრა, აი მაგალითად ბანალური ფუნქციონალური ინტერფეისები, რომლებიც შეიძლება ძალიან ხშირად მოგვიწევს გამოყენება. მაგალითი არის ვიღაცა აბრუნებს რაღაცას. ცარიელი არის, ანუ ეს არის ამას ეძახიან producers, ხო, ამათ producer, ანუ ეს არის რაღაც lambda ფუნქციონალური ინტერფეისი, რომელიც შეიცავს რაღაც ფუნქციას, რომელსაც არაფერი გადაეცემა და რაღაცას გიბრუნებს, რაღაც t-ტიპს ზოგადს. ხო, ეს ერთ-ერთი ვარიანტი. ან შეიძლება იყოს რაღაცა t-ტიპს იღებს და არაფერს არ აბრუნებს. ხო? ეს არის consumer-ი. რაღაც consumers ეძახიან Java-ში ასეთ ფუნქციონალურ ინტერფეისს. კიდე predicate, ხო, რაღაც t-ს იღებს და აბრუნებს booleans, predicate. კიდე რა შეიძლება იყოს function-ი, ხო, იღებს t-ს, აბრუნებს t-ს. function. კიდე შეიძლება იყოს იღებს t-ს და რაღაც v-ს და მაგალითად შეიძლება აბრუნებდეს s. ხო, ეს რაღაცა b ამის b ორ არგუმენტიანი ფუნქცია, ანუ რაღაცა to arg function. ეს რაღაც შეგვიძლია დავარქვათ. ან შეიძლება იღებდეს t-ს და აბრუნებდეს სხვა ტიპს, ხო, ეს ფუნქცია შეიძლება არ იყოს ესეთი, შეიძლება სხვა ტიპს აბრუნებდეს. და ესეთი რაღაც ბანალური ინტერფეისები უკვე არსებობს Java-ში, იმიტომ რომ ეხლა თავიდან ხო არ დავიწყებთ ყველა პროექტში ხელით გაკეთებას ამ ინტერფეისების, უკვე არსებობს ფუნქციონალური ინტერფეისების კრებული. უბრალოდ აქ ხო აქ პირდაპირ გადმოცემა არის. ხო, სანამ აქამდე მივალ თუ ამ ფუნქციონალურ ინტერფეისებამდე ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ. თუ ჩვენ lambda-ში ვიყენებთ გარე ცვლადს, ნებისმიერ არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში ლოკალურ ცვლადს, ამისი ხედვის არე, რა თქმა უნდა, ისეთია, რომ ამას ხედავს. მაგ შემთხვევაში თუ მე ვიყენებ აი ამ ცვლადს, ეს ცვლადი უნდა იყოს ეძახიან ამას effectively finally ან finally. ანუ ეს რადგან მომავალში ეს ფუნქცია ხო შეიფუთება აი აქ ამაში. და აი ამ ცვლადს, ეს ცვლადი ისეთი უნდა იყოს, რომ არ შეიცვალოს არასოდეს, იმიტომ რომ ან ისეთი იყოს, რომ არ ეწეროს finally, არ იყოს კონსტანტა, მაგრამ effectively final ნიშნავს აი ამ ოპერაციას არ ვასრულებ. ანუ ცვლილებას არ ვუკეთებ. არ არის finally, მაგრამ ცვლილებას არ ვუკეთებ აი ამ კონტექსტში. და ამ შემთხვევაში ეს ნებადართული არის. თუ ცვლილებას ვუკეთებ, კომპილერი ხვდება, რომ ეს key შეცვალა, ამაში იყენებს და ეს აღარა effectively final და ამიტომაც კომპილაციის შეცდომას ამოაგდებს. იტყვის k არ არისო finally ან effectively finally. ესე დაარქვეს effectively final, სიამოვნებაში ნიშნავს ისეთი ცვლადი, რომელსაც შენ არ შეცვლი ინიციალიზაციის შემდეგ. ხო, ეს იმიტომ ხდება, რომ წარმოიდგინეთ ვიღაცამ თუ გააკეთა ეს ფუნქცია და კაცვლადი ეგონა რაღაცა, მე ვიღაცამ თუ შეუცვალა, ეს ფუნქცია უკვე სხვანაირი გამოდის. ანუ ეს რაც მე აქ დავწერე უკვე სხვა ლოგიკის ხდება, რაც არის ცუდი.
და არ უნდა მოხდეს და ამიტომაც Java-ში ესეთი შეზღუდვა შემოიღეს, ეს ან finally იყოს, რასაც აქ შიგნით იყენებ, ან effectively finally, ანუ არ უნდა მოხდეს მისი ცვლილება კოდში. ხო. ამას closure-ებს ეძახიან, მე მგონი, სხვა JavaScript-ში მაგალითად შეგვიძლია ეს შევცვალოთ, უბრალოდ JavaScript-ში ეს თუ სწორად მახსოვს, ამ ცვლადს, რომელსაც აქ ვიყენებ, ცალკე ინახება და მე ეს რო ცვლილებას უკეთების ცალკე არის. ანუ ეგეთი გამოსავალი იპოვეს იქ. ნუ აქ Java-ში ესეთი გამოსავალი ეგეთი არ უპოვიათ, იმიტომ რომ მაშინ გიწევს ცალკე აი ამ შენი ლამბდა გამოსახულებებში გამოყენებული ცვლადებისთვის ცალკე მეხსიერების გამოყოფა. და ნუ ეგ არაო თქვენს Java-ში და ნუ ესეთი მარტივ ვარიანტი არის, კონსტანტურია ეს და პირდაპირ ესეთ შედეგს მივიღებთ. ხო, ეს დაიმახსოვრეთ, შეიძლება რაღაც კითხვა იყოს, რაღაც ესეთი ეწეროს და უნდა მიხვდე, რომ ნუ ეს ცვლილება არ შეიძლება. და ასევე კიდე ერთი შენიშვნა, მე თუ მაგალითად აი აქ მიწერია სახელად პარამეტრებზე მაქვს საუბარი, ლამბდა გამოსახულების პარამეტრების სახელები არ უნდა დაემთხვეს სხვა გარე პარამეტრების სახელებს. კომპილაციის შეცდომა მოხდება. იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია მერე შიგნით დიფერენცირება. ანუ აი აქ zis keyword-ი არ მაქვს, აქ არ მაქვს outer keyword-ი ან რაღაცა, რომ მივუთითო, რომ გარე a ცვლადს ვიყენებ და არა ჩემ პარამეტრს. ამიტომაც თქვენ ნუ ესო თავიდან ავიცილოთ, კომპილაციის შეცდომა იქნება თუ ამასაც აქვია და ამასაც აი ას დავარქმევ. ამას უკვე სხვა სახელი უნდა დავარქვე, სხვა გზა არ მაქვს. მაგალითად კონსტრუქტორში შეგვეძლო რომ არგუმენტის პარამეტრის სახელი ყოფილიყო კონსტრუქტორის იგივე რაც თქვათ კლასის ცვლადის. რატო? იმიტომ რომ zis-ით შევძლებდი დიფერენცირებას. აქ ლამბდაში არაფერი keyword-ი არ გვაქვს. რომ დიფერენცირება გავაკეთო. რომ მივუთითო რომ მე გარე ცვლადი მინდა და არა ეს პარამეტრი. ამიტომაც Java-s ინჟინერებმა თქვეს რომ უბრალოდ კომპილაციის შეცდომა იქნება და ამის სახელის შეცვლა მოუწევს მომხმარებელს. და ნუ პრობლემაც მოგვარდა. ეს ორი რაღაცა გასათვალისწინებელი. ხო, ეს რა გვაქვს სტატიკურ მეთოდზე მიმართებელი. ხო, ნუ სანამ ახლა ის ფუნქციონალურ ინტერფეისებს მივადგებით, რომელიც ნუ ქვემოთ არის ძალიან ამ ლამბდამ მოგცა შესაძლებლობა, რომ მაგალითად არა მხოლოდ ფუნქციონალური ინტერფეისის ვარიანტები მიუთითოთ არგუმენტად, არამედ თქვათ მაგალითად შეიძლება რომელიღაცა ფუნქცია იყოს ტანით და აღწერილობით ისეთი, რომელიც ერგება კონკრეტულ რაღაც იმას ფუნქციონალურ ინტერფეისს. მაგალითი ესეთი შეიძლება ვთქვათ. მოდით. თქვათ მე მაქვს აქ რაღაც public static void print შეიძლება ამას ნუ ეს იყოს რაღაც full ამას გადაეცემოდეს რაღაც ჩემი მოდი აქვე აღწერ იყოს private interface ფუნქციონალურ ინტერფეისს აღწერ ნუ რაღაც func interface ესეთი რაღაცა იყოს. აქ ამას მნიშვნელობას ახელს. static-ზე რატო წამიშალა? იმიტომ რომ როგორც ჩანს ინტერფეისი ისე სტატიკურია ამ შემთხვევაში. და მაგიტო წამიშალა. თუმცა ეწეროს მაინც. ხო, რას ვაკეთებდი, რასა და აი ეს ისე ჭკვიანურია, იმიტომ რომ რადგან ინტერფეისი არ იქნება ნიუთი, inner ინტერფეისი მხოლოდ სტატიკური შეიძლება იყოს. კი ბატონო. ნუ აქ დავწერეთ abstract methods, თქვათ იყოს რაღაც void foo და გადაეცემოდეს object-ი, ან ნებისმიერ ტიპის რაღაც object-ი. ეს აქ generics გავხდი ამას და რაღაც ზოგადია. ეხლა ეს გავს ძალიან system out-ის println მეთოდის აღწერილობას. ერთი წამით აქ რაღაც ჩავწეროთ. ეს ხო საბოლოოდ ნახა string-ია, მაგრამ აი println-ი
object-ი გადაეცემა, ანუ string-ის რომ გადაეცემოთ რაღაც t-ტიპი გადაეცემა და არის void-ის და რაღაცას უკეთებს. ანუ consumer-ისავითა ესაა consumer-ი, ხო, რაღაც consuming-ს უკეთებს ამას, ანუ void ტიპის არაფერს მე არ მაძლევს, მარტო იღებს ჩემგან რაღაცას. ეხლა ამისი აღწერილობა რატო არ შეიძლება რომ მაგალითად აი ეს ტიპი რომელიც ითხოვს ამ functional interface თან ესეც შემიძლია გავა generic ტიპო რაღაც fun დავარქვათ ну აქ fun-ის გამოძახებას ვიზამ პირდაპირ რაღაც შეიძლება აქ პირველი არგუმენტი იყოს t ტიპის arg და ეს პირდაპირ arg-ი გადაეცემოს რატო არ შეიძლება რომ მაგალითად ავდგე და foo გამოვიძახო foo გამოვიძახო გადავცე hello world და მე რატო არ შეიძლება გადავცე მაგალითად ამისი აღწერილობა ანუ ხელით რატო უნდა დავწერო მაგალითად ესეთი რაღაც arg და მე აქ დავწერო system out-ი arg ხო ეს რატო ეს ის არის რეპერისავით გამოდის ხო აი ამას გადავცე მე ეს გადასცემს მე ამას პირდაპირ რატო არ შეიძლება მივუთითო რომ ანუ ამისი აღწერილობა რაცა ის გამოიყენე ну იფიქრეს და თქვენს კი ბატონო მივცეთ შესაძლებლობა მომხმარებლებს რომ აი ეს მინიჭების ნაწილი ლამბდის ადგილი დაიკავოს უბრალოდ ფუნქციის აღწერილობამ რომელსაც შენ აი ესე მიუთითებ ამას function reference ჰქვია და აი ესე ეთითება წინ პრეფიქსად უწერ class ან რაღაც ობიექტს რომელიც არსებული შეიძლება იყოს ობიექტი რომელშიც არის ეს რაღაც ფუნქცია ფუნქციის აღწერილობა ну ამ შემთხვევაში ეს სტატიკური შევხედოთ მოდი ამ println-ს ხო არ არის სტატიკური მაგრამ out-ს აქვს ანუ შემიძლია სტატიკური მიუთითო რეფერენსით ან მიუთითო ვიღაც ობიექტის ფუნქციის რეფერენსი ამ შემთხვევაში ეს println-ი აი ამ out-ის ხო system out-ის და ეს 4 კუბიკი უნდა დაუწერო და ეს ნიშნავს აი ამ println-ის აღწერილობას აი ამ out-ისას უთითებ აი ამ for each მეთოდს რომელიც ახალი მეთოდია რომელიც list-ზე არის და გადაეცემა რაღაც ისეთი lambda გამოსახულება რომელიც რაღაცას იღებს და არის void ტიპის არაფერს აბრუნებს ანუ რაღაც consumer-ის ნაირია consuming-ს უკეთებს ну ამ შემთხვევაში შემიძლია ესეც წავშალო და უფრო მარტივად დავწერო out-ის println აღწერილობა მინდა რომ აი აქ გადმოეცეს და მე ეს აღწერილობა ამ აღწერილობის მიხედვით ამას რო გამოიძახებს რა თქმა უნდა მოხდება ამისი დაბეჭდვა ეხლა ესო გავუშვა println მოქმედებას შეასრულებს აი ამ რაღაც არგუმენტზე და ეს არის ერთ-ერთი და ასევე შემიძლია ეს რეფერენსი სადაც შევინახო თქვა დავწერო აი აქ functional interface ну ამ შემთხვევაში აქ generic ну აქ strings დავწერ არა უშავს fun და მე ეს fun-ი აი აქ გადმოვწე რატომაც არა და მე ეს შევიზღუდე ეს უნდა იყოს მაშინ string-ის პირველი არგუმენტი ну იმიტომ რომ აქ string-ი მაქვს და ამას მე ამას ვერ გადავცემ ამ ჯიგარს აი ამას თან ორივე ერთი და იგივე ტიპის უნდა იყოს ამისი t უნდა იყოს ამ t-ს ტიპის ანუ ესეც უნდა იყოს string-ი ну არა უშავს აქ თუ შევიზღუდე ეს მაინც იმუშავებს ესა იდეა ესა რეფერენსი შეგვიძლია რეფერენსი გააკეთო რომელიღაც ინსტანსზე ანუ შექმნილ ობიექტის მეთოდზე იმიტომ რომ იმ შექმნილი ობიექტისთვის ის მეთოდი ჩანს ასევე შეგვიძლია დაწერო სტატიკური კლასისთვის კლასის რაღაც მეთოდის აღწერილობა. ამ შემთხვევაში აქ არის GC-ები და რაღაცები, მაგრამ რაც ნუ არ მინდა ახლა გამოვიყენო. ანუ ეგ ორი ვარიანტია. არსებულ კლასის ფუნქციის რეფერენსი შეგვიძლია აიღო, ან არსებული კლასის სტატიკური ფუნქციის რეფერენსი. ან შეგიძლია ადგე და ცალკე კლასი დაწერო, სადაც აი ეს უკვე გექნება ჩამოწერილი. მაგალითად, აი აქ შემიძლია დავწერო my predicates და აქ ჩამოვწერო public static boolean check age და აქ უბრალოდ int age და ეს აბრუნებდეს მაგალითად age რა შეიძლება ხა ეს იყოს ხო მეტი ანტოლი 18-ზე მაგალითად ან აქ შემიძლია public static boolean
შეიძლება იყოს is empty or null. ხო, რაღაც ესეთი string-ი. ნუ ამისი იქნება, თქვათ, str თუ არ არის ნული, უბრალოდ is ხო არის ნული, ან str empty, ან str blank-ი. ხო, ეს ყველაფრის შემოწმება რო გააკეთოს ამან. ისეთი და ეს წარმოგიდგენთ პრედიკატები მაქვს შექმნილი, ესაა string-ის, ესაა int-ის და მე აქ შემიძლია ეს პრედიკატები გამოვიყენო reference-ის სახით. აქ შემიძლია ჩამოვწერო პირდაპირ ეს ესენი მიუთითო ესე. პირდაპირ my predicate და წკაპ მზად მაქვს უკვე რომელი პრედიკატი მინდა, მზა ლამბდა გამოსახულება რომელი მინდა, რომელიც რაღაც ფუნქციის ტანს შეესაბამება. ნუ შემიძლია ეს ავიღო, ხო? მე რაღაცას მივანიჭო ეს აქ გავცლოთ. ხო, ამან ახლა რადგან functional interface-ი არ მაქვს, მე შეეცადა ვიღაცისთვის მოერგო ეს, რომელსაც გადაეცემა int-ი და აბრუნებს booleans. და ეძება და რაღაცა იპოვა ჩემთვის. თუმცა არ მინდა ახლა რაც იპოვა ის გამოვიყენო. დავიმახსოვროთ, რომ შეგვიძლია ჩვენ lambda გამოსახულების ხელი დაწერის, მაგალითად სხვა ფუნქციის ტანის აღწერილობა, ანუ ფუნქციის რეფერენსი გამოვიყენოთ. ესე მარტივად სტატიკურის და ნუ არა სტატიკურის ობიექტის, მაგრამ არა სტატიკურის შემთხვევაში რა თქმა უნდა ობიექტის მითითება მოგვიწევს. ასევე ჩემი თავისაც შემიძლია გამოვიყენო this-ით. შემიძლია დავწერო თუ ჩემი თავისაა this და მე რაღაცა foo მაგალითად. ნუ ამ შემთხვევაში ეს this-ი foo ნუ სტატიკურს ნიშნავს, იმიტომ რომ ამ ჩემ თავში ეს სტატიკურია მაინც, მაგრამ ნუ ეს შეიძლება იყოს რაღაც main class-ის რაღაც მეთოდი. შეიძლება აქ იყოს void bar და ეს this bar მაგალითად. ეს this bar-ი მიუთითებს ამ უბრალოდ this bar-ი ხა არ იმუშავებს, იმიტომ რომ main-ი სტატიკურია. ნუ აქ შეიძლება რაღაც აი ეს დებილობა ეს მაგრამ ნუ ესეთი რაღაც დავწერო, ხო? ან bar-ი ეს იყოს void bar 2 და bar-ში იყოს this bar. ხო, ანუ შემიძლია this-ით ჩემი სხვა ფუნქციის რეფერენსი ესე ავიღო. მეტი აქ არაფერია ისეთი. და კიდე ერთი რაღაცა არის, ასაც თუ მივადექით მე გაჩვენებთ ამ შემთხვევაში ჯერ არ მივადექით, ჩამოვსკროლთ functional interface-ები. ხო, ნუ Java-ში უკვე თქვეს იმებმა შემქმნელებმა, რომ ეს რადგან ხალხს არ უნდა ჯობს ხალხს არ ვაწერინოთო, ეს functional interface-ები ხელი თუ, ამიტომაც შევუქმნათ ეს ბანალურებიო. და ეს ბანალურები არის supplier-ი, რომელიც არაფერს იღებს და რაღაცას მაძლევს. consumer-ი, რომელიც რაღაცებს იღებს და არაფერს აბრუნებს. binary ოპერატორია, მე მგონი ტიპის ორი ობიექტი გადაეცემა, აბრუნებს ტიპისას. ანუ ოპერატორია ის, რომელიც იგივე ტიპისას გიბრუნებს. function-ი არის, რომელიც ერთი ტიპისას იღებს და სხვა ტიპისას გიბრუნებს. ნუ unary ოპერატორი არის, ერთ ცალს იღებს და იგივე ტიპისას გიბრუნებს. და ესეთები უკვე გვიგდია აი ამ function პაკეტში. შეგვიძლია ეს დავათვალიეროთ ეს პაკეტის შიგნეულობა, ანუ აი აქ შემიძლია ესენი მოვაშორო, არაფერში არ მჭირდება. და აქ დავწერო ესეთი რაღაცა. Java util function და აქ ვნახო რამდენი მაქვს. ნუ ეს ძალიან ბევრი არ მაქვს, მაგრამ თუმცა ისეთები მაქვს, რომლებსაც გამოვიყენებ. ეხლა ამის მაგევად რა შეიძლება გამოვიყენო? ეს ფუნქცია გადაეცემა რაღაცა და void-ია, ხო? ანუ ეს არის consumer-ი. რა ტიპისაა? ტიპის consumer-ია, დავაიმპორტებ და ამას სახელი აქვს უბრალოდ accept-ი. სხვანაირი სახელი აქვს გამოძახებისთვის და მორჩა. ეს ჩემი foo უკვე შემიძლია გამოვიყენო system out internet. უკვე შემიძლია ეს consumer-ი გამოვიყენო და აღარ დავწერო ხელით ჩემი consumer-ისნაირი functional interface. შევალ ნახავ თავზე აწერია functional interface-ი, რომ კომპილერმაც შეამოწმოს, რომ ერთი მეთოდია აბსტრაქტული და დანარჩენები default რაღაც მეთოდი აქვს. აი ნახეთ, შეგიძლია აქ კიდე მიაბა სხვა consumer-ი. მაგალითად
ეხლა ამისი გამოძახება აქ როგორ შეიძლება ეს accept იცით რაღაც consumer-ი რომ მქონდეს აი ესე ეს არის consumer string ტიპის იყოს არა უშავს con1 and then და მე შემიძლია აქ სხვა რაღაცა დაუწერო ხო აქ შემიძლია დავწერო ისევ სისტემა აუტპრინტელენია რა ვიცი უბრალოდ ახლა ეს ვნახოთ რას აკეთებს ეს ახალ consumer-ს აბრუნებს ანუ მე შემიძლია chaining-ისავით გავაკეთო ხო აი აქ ახლა ამ შემთხვევაში ხო აი ამ con1-ს მივამაგრე ეს არის con2 ну con2 უბრალოდ ანუ con2 კი არა con2 ქვია უბრალოდ ხო ну con2 არის ამ პირველის consuming-ის განაწყობილი და პლუს ემატება მეორე თავისი consuming-ი და აქ რო შევხედოთ დაახლოებით მარტივად ხვდებით რასაც აკეთებს ამისას გამოიძახებს ტესას არა ეთით after accept ხო after ეს როგორც ჩანს ჯერ თავისას იძახებს accept t ეს t საიდან მოვიდა აქ ეს t არის ეს ჩემი რაც არის ხო ანუ რასაც გადმომცემს ჩემსას ვიძახებ და მერე ვიძახებ consumer-ისას ანუ სინამდვილეში აქ დიფერენცირება რო შევძლოთ აქ მოდით ესეთ რაღაცას გავაკეთებ consuming რაღაცა i გადაეცემა შემიძლია ის იყენებ ხოლმე ხშირად მე აქ დავწერო უბრალოდ ესეთი რაღაც system out უბრალოდ i to uppercase-ი გავუკეთოთ ეს ლოკალი მოვაშოროთ ესე ნახოთ რომელი როდის გამოიძახება წესით con2 როგორც ჩანს ბოლოში გამოიძახება ხო after-ი კი after-ი გამოიძახება ბოლოში ან ჯერ გამოიძახება ეს მე გამოიძახება რაც არის აქ გადმოცემული ну ანუ ესეთი რაღაც chaining-ი ანუ ეს functional interface-ები არ არის უტვინო რაღაცები თავში შიგნით აქვთ ანუ შესაძლებლობა რომ რაღაცნაირად ეს ინტერფეისი გადაკეთდეს და ჩვენ კიდევ ნახავთ ეგეთ პრედიკატი მაგალითად პრედიკატიც ეგეთია შეგიძლია გადაკეთებები გაუკეთო მაგალითად დავწერო შემიძლია ჩემი პრედიკატი predicate რაღაცა strings იღებდეს pred 1 უდრის მაგალითად ეს შეიძლება იყოს იღებს strings და თუ არის თუ არა is maybe აი არ არის null ხო ეს არის ერთი პრედიკატი შემიძლია აქ დავწერო pred 1 და მე გავუკეთო end ოპერაცია ან ორ ოპერაცია აი მაგალითად და დავწერო სადაც is empty არის უარყოფითი აქ მე მგონი ხო ანუ არ არის უარყოფითი ამან მომცა მე გაფართოებული რაღაც pred 2 რომელიც ასევე ამოწმებს აი ამის შემდეგ და ოპერაციას აბამს და ამოწმებს აი ამას ეხლა შემიძლია კიდე ეს გავაფართო pred 2 და დავწერო end და კიდე აქ დავწერო მაგალითად ეხლა ნახეთ ეს is empty-ს რო ვიძახებ ამ is-ზე მე მგონი აქ შემიძლია აქაც functional რაღაცა გამოვიყენო აქ დავწერო string is empty ეხლა ნახეთ ამ შემთხვევაში მივადექით იმ საინტერესო რაღაცას რაც თან ისეთი საეჭვოდ ჩანს ხო ეხლა ეს string-ის is empty ხო სინამდვილეში სტატიკური არ არის ხა ამაზე დავაჭირო ეს არაა სტატიკური ეს რაღაცა არგუმენტზე გამოიძახება Java-ს შემქმნელმა თქვეს რომ თუ ჩვენ რაღაცა lambda გვაქვს ითხოვს რაღაცა ერთ არგუმენტს მაგალითად და რაღაცას აკეთებს ამ შემთხვევაში boolean-ს აბრუნებს და შენ გაქვს რაღაცა მეთოდი რაღაცა კონკრეტული string-ის რომელიც ნუ ითხოვს is empty ხო ესეთია რაღაცა str-ზე გამოიძახება is empty და აბრუნებს boolean-ს ნუ ამ შემთხვევაში თქვეს ესეთი რაღაც რომ ეს პირველ ანუ ესეთი აღწერილობა თუ ჭირდება ეს შეგვიძლია გადავცეთ რეფერენსად მიუხედავად იმისა რომ ეს კონკრეტული string-ის არის და აი ეს რაღაცა ამისი ტანი აი ამ პირველ არგუმენტზე გამოიძახებოდეს ანუ აი ეს იქნება ამ is-ზე გამოძახება მოხდება აი ამ is empty-ს
ანუ იმ პირველი არგუმენტი რაც არის აი ამ პრედიკატისთვის, რაც გადაეცემა პირველი არგუმენტი, იმაზე მოხდება გამოძახება იმის ინსტანსზე, აი ამ isEmpty-ის ტანის. მიუხედავად იმისა, რომ ამას ჭირდება რაღაც რეფერენსი, ანუ რეფერენსი გამოვა აი ეს ჩემი პირველი არგუმენტი. და ამიტომაც ესეთი რაღაცა ნებადართული იყოსო, რომ ადამიანებმა შეძლონ ესეთი რაღაცების გაკეთება, რაც ახლა მე ვაკეთებ. ესეთი რაღაც თქვეს. ანუ აი ამ i-ზე მომავალში ეს end-ი რო გადაეცემა აი ამ რაღაცა t-ზე მოხდება გამოძახება აი ამ ტანის. ანუ t წერტილი ესეთი რაღაცა იქნება. t წერტილი isEmpty მოხდება მერე. და ეს ამას რო ვაკეთებ, მაგას ვეუბნები, რომ აი ამ string-ის isEmpty-ის რეფერენსი იყოს ის შენი პირველი არგუმენტი, ხოლო ტანი აი ამ შემთხვევაში იყოს აი ამ isEmpty-ის ლოგიკა მაგ არგუმენტზე. ხო და ეხლა აქ შემიძლია კიდე გავაფართო და აქაც მოკლედ დავწერო string-ის isBlank-ი. და ესეც იყოს გაფართოება, ხო ამის ესა pred 3. ნუ ეს pred 3, ეს შეგვიძლია ხა chaining-ი გამეკეთებინა, ხო ხა ძალიან დებილად მიწერი, აქ შემეძლო მეთქვა მაგალითად ეს pred 1 end რაღაცა და კიდე end რაღაცა. ან მერე or. აი ეს დიმიტრი შენ რო გაინტერესებდა მიბმა შეიძლება თუ ანუ მეთოდების სახით აქ ამ ფუნქციონალურ ინტერფეის პრედიკატისას აქვს ეს შესაძლებლობა რომ მიაბა ლოგიკები. და ან არა და ნუ უარყოფითი სისიც აქვს, აგერ უარყოფად შეიძლება. ხო, ნუ აქ რაღაცები კიდე სტატიკურები აქვს ზოგიერთი, მაგალითად აი უარყოფა შეგიძლია გააკეთო, ანუ შემიძლია უცებ ავდგე და pred 3 predicate string უბრალოდ წერტილი და not და გადმოვცე pred 3. უბრალოდ მოიცა აქ შევხედო ამას კარგად. ესეთი რაღაც ας შეიძლება მოიცა, მეგონი აქ ესე შემიძლია, ხო? თუმცა, ნუ მეუბნება ეს ჩემი ID, რომ არ გინდა ამის გაკეთება. იმიტომ ამ გადაცემულის მიხედვით მაინც მიხვდება რაც სასაჭირო. ხო და ეს უარყოფა აგერ მაქვს. ნუ ეს უარყოფა შეიძლება ნახოთ რა საკეთებს, რომ დავწმუნდეთ. negate არის, ხო, target negate. ნუ შემეძლო აქ დამეწერა negate და იგივე შედეგს მივიღებდი, ანუ pred 3 negate. ნუ ეს არის უბრალოდ აი ესეთი რაღაც რო გავუკეთო. negate და მისი უარყოფა ახლა მივიღე აქ pred 4. ნუ ეს რაღაცებს მთავაზობს ეს ფუნქციონალური ინტერფეისები ძალიან კარგია. ნუ ეს function-ი ვიცით ხო, ანუ სხვა ტიპის გადაეცემა ერთი არგუმენტი და სხვა ტიპის ერთ რაღაცა მნიშვნელობას გიბრუნებს. consumer-ის მაგალითია, რაც განვიხილეთ. ეს არის ფუნქციის მაგალითი და მორჩა ეს არის ჩვენი ლამბდები. ამათი გამოყენება შეიძლება ახლა გაჩვენოთ. ხო, ძირითადად ეს გამოიყენება აი დინამიურად რო რაღაც ლოგიკა ჩაიდოს. მაგალითად შეიძლება გქონდეს გჭირდებოდეს პრედიკატი სადღაც. შეიძლება აი ეს რაღაც მეთოდი არის check if we can issue certificate. და აქ იწერია რაღაცა თქვა string full name int age და მე აქ შეიძლება predicate გეწეროს, რომელიც აი ამ integer ასაკს ამოწმებს check age. და ახლა აი აქ გიწერია რაღაცა, გინდა ზოგადი მეთოდი იყოს, არ მინდა ეს იყოს რაღაც კონკრეტული მეთოდი, რომელიც საქართველოს ასაკის მიხედვით ამოწმებს 18 წელზე მეტი ხარ თუ არა. თქვათ ისეთი სერტიფიკატია, რაც უფროსებზე გაიცემა მართვის მოწმობა, მაგალითად. და აქ ნუ შეიძლება მართვის მოწმობა იქ ამერიკაში ხო 17 წლის ბავშვებზეც გაიცემა, მე მგონი ეგრე არის, თუ არ შეცვალეს. ანუ უნდა დინამიური იყოს, აქ შემიძლია დავწერო რაღაცები ხო starting to issue certificate. რაც ესეთი. შემიძლია აქ მე ბოლოში დავწერო თქვათ issued certificate. შეიძლება ეს იყოს რაღაც void ფუნქცია, რომელიც ბაზაში რაღაცას აკეთებს და მე აქ შუაში მინდა შევამოწმო if და რაღაც ლოგიკა მინდა გარედან გადმომცეს ვიღაცა. ამ age-ის მიხედვით. თუ ეს არის
true, ესე იგი ყველაფერი კარგადაა. თუ ესაა false-ი, აქ უნდა ვთქვა could not issue a certificate because memory of age რაღაც ესეთი შეგვიძლია დავწეროთ. ნუ ეს ის შემთხვევაში შეგვიძლია დავწერო, ნუ age is fine. და მე ამის გამოძახების დროს ნებისმიერს უკვე შეუძლია ეს გამოიძახოს. ნუ აქ სახელიც გამომეყენებინა კარგი იქნებოდა აქ. და აქ გადმოვცე მე ჩემი რაღაც პრედიკატი ნებისმიერი მაგალითად. და ეს პრედიკატი შემიძლია აქ დავწერო, ეს შეიძლება იყოს public static boolean check age for Georgia. და ეს იყოს int age და ეს უბრალოდ ამოწმებს age მეტიანტული 18-ზე. აქ შემიძლია დავწერო მაგალითად ამერიკული სტილის, ხო? მაგალითად check age for America and USA რამჩვენა. ნუ აქ 17. და ეხლა აქ შემიძლია გადმოვიდე main-ში და ნუ თუ მინდა შეიძლება 17 წელს იყოს John Brown, ხო? აქ შემიძლია პირდაპირ reference-ში ჩავწერო. My predicates რომელი მინდა check age Georgia. check age მაგალითად ამერიკა. ანუ გამოდის რომ ეს დინამიური ფუნქცია არის. იმ დინამიური ანუ ისეთი ფუნქციაა, რომელიც შემიძლია გამოვიყენო და გადავცე ლოგიკა დინამიურად runtime-ში. ანუ ეს ფუნქცია უკვე შეზღუდული არ არის. თუ თქვენი ფუნქცია ეგეთია, მოითხოვს რაღაც ფრაგმენტში კონკრეტულად გაურკვეველ, მაგრამ ნუ ვიღაცის მიერ მოწოდებულ რაღაც ლოგიკის შესრულებას შეგიძლიათ lambda გამოიყენოთ მაგ შემთხვევაში. რაღაც აიღოთ თქვათ არგუმენტად ან კლასში გადმოეცემოდეს კონსტრუქტორით. შეიძლება ეს სერტიფიკატების გამცემი იყოს კლასი. certificate issuer და აუცილებლად კონსტრუქტორში გადმოეცემოდეს ლოგიკა, რომელსაც მე გამოიყენებ ამ სერტიფიკატის გაცემის დროს. ეს შეიძლება იყოს არა ვალიდაციის, არამედ თქვათ ოპერაციის ლოგიკაც, ხო, ამ შემთხვევაში ვალიდაციის პრედიკატში ვიყენებ. თუმცა შეიძლება რაღაც ოპერაცია იყოს, მაგალითად აი ბაზის შემთხვევაში, ხო, არის რაღაც ბანალური რაღაცები ხდება, ხო, რაღაც ბაზას მოიცა უცებ ხა აქ დავწეროთ რაღაც. ბაზას რო დაუკავშირდე, გინდა რაღაც connection-ი, ხო? თქვათ open connection to DB. მე აქ რაღაცა do operation-ას. აქ query-ს გაშვება მაგალითად. ანუ return results. შეიძლება არ დააბრუნოს და სანამ დააბრუნებ, ნუ იქამდე close connection to DB. და შეიძლება ეს try with resource-ით გააკეთო, კი ბატონო, თქვათ closable-ად გადააკეთო შენი გახსნის ლოგიკა, ანუ ყველაზე დაბალ API-ს გულისხმობ, ხო? ყველაზე პრიმიტიული API, რომელიც თავაზობს რაღაცის გაკეთებას. ეხლა ნახეთ, შეიძლება კიდე რაღაცები ემატებოდეს, რაღაც რესურსები სხვა დაემატოს. და ეხლა შეიძლება მე მჭირდებოდეს ამ ბაზასთან კავშირის და რაღაც ოპერაციების გაშვება ბევრი ოპერაციის. ნუ რადგან ეს რაღაც ოპერაცია, რომელიც იცვლება და ეს ყველაფერი იგივე რჩება, მე შემიძლია ეს ფუნქციაში გავაგდო და ამის მაგერ რაღაცა consumer-ი გამოვიძახო. თქვათ რაღაცა my lambda do action რაღაც ესეთი. და do actions გამოვიძახებ, თქვათ აი ამ connection-ით. და მორჩა ეს ლოგიკა გადმომეცემა გარედან და ბაზასთან კავშირის დამყარების კოდი მეორდება ერთი ადგილიდან, ნუ ყველა იყენებს ერთიგივე კოდს. ყველა იძახებს ამ რაღაც ფუნქციას, ეს შეიძლება ფუნქციაში მეწეროს. და ყველა იყენებს ამას და მე მარტო გადმოვცემ იმ რაღაცას, რაც არის უშუალოდ ლოგიკა. და აი ამ რაღაცების რაღაც რას ეძახიან ამას ინგლისურად. და მოვიწყდა. ნუ რაც ზედმეტი არის და რაც ყოველთვის ერთიგივე წერა გიწევს, ამას ერთხელ დავწერ ფუნქციაში და ბევრგან აღარ გამომიწევს ხელით წერა. ნუ ამაშიც lambda დაგვეხმარება. უბრალოდ აქ ფრთხილად იყავით. შეიძლება lambda ანუ ის შეიძლება ვერ დაგეხმაროთ, შეიძლება რაღაცნაირად ესე პირდაპირ აქ მარტო do action-ი არ გამოგადგეთ. შეიძლება connection-ის გარდა შეიძლება result-ის და შეიძლება ეს void-ია. ხო, do action, do void action. შეიძლება ეს იყოს do void action. და მე უცებ მე სხვა რაღაც მინდა. მე მინდა do action
with result. ხო, შეიძლება query select-ი იყოს და არა მაგალითად მარტო update-ი. და ეს void-ი უკვე აღარ მაწყობს, უკვე სხვა lambda მინდა და მე მაშინ შემიძლია აქ ფუნქციას მოდი აქ function და ვარქვათ უბრალოდ რაღაცა do action. No string აქ შეიძლება query იყოს. ან query არ პირდაპირ action-ი, ხო, რაღაცა action. და ეს action-ის გარდა შემიძლია გადმოვცე რა სახის action-ი, action type. და ეს action type-ი შეიძლება მაგალითად იყოს ან თქვათ void ტიპის, ან იყოს რაღაც result ტიპის, რომელიც results აბრუნებს, ხო, რაღაც ეს pseudo რაღაც აღწერილობა დავწერე ამის. თუმცა ხვდებით, ხო, და აქ მე შიგნით უნდა ამოწმებდე. თუ action type-ი არის მაგალითად void-ი, მაშინ მოხდება void ოპერაცია, ხოლო თუ არის მაგალითად, ნუ აქ case-ი შეიძლება რაღაც switch case. ნუ ხო ხვდებით რა, ანუ შეგიძლიათ თქვენ მაინც გადააკეთოთ თქვენი ეს ფუნქცია ზოგადი, რომელიც შეძლებს მაინც სხვადასხვანაირი მე აქ ამ სხვადასხვანაირი action-ის გამოყენებით ეს action-ი ახლა სად იყო აქ? ხო, ნუ action-ი აქ იქნება დაახლოებით. თუმცა ნახეთ ეს action-ი ისეთი არის, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ტიპის იყოს ამ type-ის მიხედვით. ხო, ანუ ეს შეიძლება იყოს და პრინციპში ამის მოსშორებაც შეიძლება და instance of-ის შემოწმება შეიძლება მხოლოდ, ნუ თუ აქ ეს action-ი თუა instance of-ი რაღაც ეს do void action fun interfaces შვილი მაშინ გამოდის, რომ ესე უნდა გამოვიძახო, დავქასთავ გამოვიძახებ. რაც ესეც შევიდოთ. მე გამოვიძახებ პირდაპირ და ესეთი რაღაც ვარიანტების გაკეთება შეგიძლიათ და lambda გვეხმარება ზუსტად ასეთ რაღაც, ნუ ყველაზე პრიმიტიულად ასეთ რაღაცებში, ხო? რაღაცა რო თავიდან ავიცილო, რაღაცა ლოგიკა რომ გადმოვეცემოდეს დინამიურად ფუნქციაში და მე ის ლოგიკა, ნუ რადგან დინამიურად გადმომეცემა, ჩემი ფუნქცია ხდება უფრო ზოგადი. ანუ ვაზოგადებ ფუნქციას. კონკრეტული აღარა, უკვე ზოგადია, უკვე ვიღაცის ასაკის შემოწმებებით შეიძლება გადმომეცეს. და მე შემიძლია გადავფარო და თუ ამას არ გადმომცემს, general age checker-ი იყოს, ხო, ეს გადავფარო რა, გადავტვირთო ეს, ხო? Java-ში ხო არ გვაქვს default პარამეტრები, მაგრამ გადავფარო, გადატვირთვა შემიძლია, აქ შემიძლია დავწერო ესეთი რაღაცა, გამოვიძახო ეს რაღაცა, გადავცე ეს full name-ი, age-ი და მე აქ ბოლოში გადავცე ჩემი პრედიკატებიდან check age, რომელიც ზოგადი შემოწმება და თუ არ გადმომცა, რა თქმა უნდა, ზოგად შემოწმებას გამოიყენებ და თუ მოუნდება თავის გემოზე გადმომცეს თავისი check age, რომელიც შეამოწმებს თავისი ასაკის ლოგიკის მიხედვით. ეს არის ძირითადად ეს lambda-ები რაცაა და functional interface-ები უბრალოდ შეგიძლიათ გადახედოთ, ნუ არაფერია, მარტივებია, ეს აღწერილობიდანაც კი მიხვდებით ყველაფერს, ხო, supplier, consumer, ოპერატორი იგივე ტიპისას იღებს და აბუნებს, უნარი, binary, function-ი, მე მგონი binary function-იც გვაქვს, რომელიც ორ არგუმენტს იღებს და ერთს გიბრუნებს და ნუ ასე შემდეგ. ნუ დანარჩენები თუ იქნება რაღაც super სპეციფიური, ისინი თქვენი ხელით უნდა დაწეროთ. და თავზე დააწეროთ functional interface, რომ შეცდომა არ დაუშვათ. ეგ functional interface ანოტაცია არის იმისთვის მსგავსი override-ის კომპილერმა რომ ხელი შეგვიწყოს, რომ ჩვენ შეცდომები არ დაუშვათ. თუმცა მე რა თქმა უნდა გამოყენების დროს კომპილერი მაინც შეამოწმებს და გვეტყვის, რომ იცი, აი ორი აბსტრაქტული გიწერია ერთის მაგივრად ამ ინტერფეისშიო. და ვერ ხვდები რომელს მივანიჭო, რომლის აღწერილობა შეუსაბამო ეს აი ამ lambda-ის აღწერილობაო და ამიტომაც შეცდომას მაინც ამოაგდებს. Guy